ბატონო მერაბ, ასე აი ბუმბერაზი მსახიობებთან გაქვთ ნამუშევარი, რთული არ იყო მათთან მუშაობა? მე პირიქით ძალიან იული იყო. რატომ გეტყვით? იმიტომ რომ იცით რა არის, აი დოდო პიროვნება იყო, რომელიც თვითონ ქმნიდა შემოქმედებით ატმოსფეროს და სიტუაციას. ის ყველასთან იყო, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად შემოქმედებითი პიროვნება. სახლიდან გამოსული ვინც არ შეხვდებოდა, აი ასეთი იყო და ამიტომ გადაღების მოედანზე რომ მოდიოდა, ყველა შემოქმედებითი მასში ერთვებოდა, იცით? ერთადერთი რაც მას არ უყვარდა ეს გახმოვანება იყო, იმიტომ რომ იქ ის თავისუფალი ვერ იყო, იცით? კი, ტექსტი ყველაფერი იცოდა, მაგრამ ხანდახან ტექსტები იცლებოდა, ოღონდ მას თავისებურად ეთქვა და თავისი ეთქვა, ეს იყო მისთვის ყველაზე მთავარი. ის რაც სათმელი იყო, თავის არაჩვეულებრივად ნიჭიერი მსახიობი ყველა ჟანრში. მარტო ის არა, იცით, ზურა ქაფიანიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, ბევრი ნინელი ჭანკვეტაძე, კახი კამსაძე, რას ამბობთ, მე ბედნიერი ვარ რომ მათთან მომიწია მუშაობა.